ყველას მოგესალმებით, მე ვარ ელენი და დღეს მე ვიღებ 99 Nights in the Forest-ის ვიდეოს. მოკლედ, ავედი 236 დღეზე და გადამიღო ვიდეო. ჩავრთვე და მოკლედ ხა გადავიღებ. გავჩნდით 3 ქართველი და 2 უცხოელი. ძალიან კარგად ვთამაშობთ, ჯერჯერობით არ მოკვდარ ვარ და არც ვაპირებთ. აქ ჩვენ რაღაცებს წერთ. და მოკლედ თამაშობთ აი ესე. ძალიან კარგი ვიდეო გამოვა ჩემი აზრით და ჩემი რეკორდს მოვხსნი, იმიტომ რომ კიდე უკვე მოვხსენი ჩემი რეკორდი. ჩემი რეკორდი იყო 76 და მოვხსენი, მაგრამ უფრო მეტი მინდა 300-მდე მინდა მაინც არ ავიდი. მოკლედ 3 ბავშვი და 4 ბავშვი ყავს. ძალიან კარგად მივდივართ, ხო კულტისტები არიან შემოსულები, მაგრამ არ გვაინტერესებს ძირითადად, იმიტომ რომ რავი ძალიან კარგი ბაზა გვაქვს და ძალიან ძლიერები ვართ და არ მგონია რომ კულტისტებმა შეგვაშინოს და კულტისტებმა მოგვყვა. მოკლედ ხო ასევე crossbow მაქვს ძალიან კაი, spear-ის ცივები გვაქვს ძალიან ბევრი, rifle-იც მაქვს, strong ახიც მაქვს, strong flashlight-იც მაქვს და ყველაფერი მაქვს. უჰაკეროთაც შესაძლებელია რომ მოიგო ადამიანმა 80 მეტრში. ხო და თქვენი მეტი მაგათ დავილაიქებთ ამ ვიდეოს და ასრულებით. მადლობას გიხდით ერთი ვიდეო 11,000 ნახვაზე ავიდა 99-ის და მოკლედ მე კიდე გავაგზავნებ ეს ვიდეოების გადაღებას, სადგან თქვენ მოგწონთ. მოკლედ ეს კულტისტები მახეში გაებნენ, ერთი მოუკალი და ჩვეულებრივად ვცდილობ გადავრჩე. აქ საჭმელი მოდი ავიღოთ, კი გვაქვს 6 ლეველზე სიცოცხლე, მაგრამ მაინც შესაძლებელია ჩაქრის. კოსტივები ჩვენ არ დაგვეელება სხვადასხვა, იმიტომ რომ მართლაც აი იმდენი გვაქვს, რომ რავი მართლა არ დაიცლება და თან ეგრეთ წოდებული ბოსტანი გვაქვს რა და სტაფილობი და გოგრები და რაღაცები რო ამოდის, იქიდან ვიღებთ და ხო დებთ და სტივს ვქმნით. აი ყველას 37 დღე, მაგრამ რამოდენიმე დღე მოგვემატება, 9 დღე მოგვემატება ამ შემთხვევაში და ხო წერამათ რომ 245 მეტრი, მაგრამ 2445 მეტრი. მოკლედ 245 დღე გადავჭით ჯერჯერობით. აქ ჩემ გუნდელებს მივწერე რომ ცოტა ხნით უნდა გავსულიყავი, იმიტომ რომ შაბათი იყო, მაგრამ უნდა მესწავლა გაკვეთილები და ჩემს ძმას რადგან ნასწავლი ქონდა, გადავწყვიტე რომ იმას ვიცამ აქვე დავუტოვებ მეთქი და მეწავლობდი, მეცადინებ და მოვალ თქვენ და აზრი არ ქონდა ამდენი ხანი თამაშა, ხა მაინტერესებს ჩემმა ძმამ როგორი თამაშა, იმიტომ რომ კამერა იღებდა და მაინტერესებს როგორი თამაშთან გავახმოვანებ. მოკლედ აი აქ მახსოვს რომ დავტოვე ისა, აქ ავედი. ეს კულტისტი მოვკალი და მე წავიდი და დავტოვე ჩემ ძმას ეს აიპადი. სხვათა შორის ჩემ ძმას გავაფრთხილე, არ გამოხვიდი, აქედან მეთქი და მითხრა რომ გამოვედიო და მაინტერესებს ერთი ხარ გააკეთა. ხო და ვიყუროთ ერთად და გავიგოთ რა გააკეთა. მოკლედ აქ დაუბრუნდი უკვე და ჩემ თიმეითერებს ვთხარი რომ ჩემი ძმა თამაშობდა მეთქი ისევ შევახსენე და ძალიან გამიკვირდა რა უნდათ იქ თქვენ კი ვიდეოში აჩქარებულ კადრებში ხლეთ მათი დიალოგი და მიმოწერა და
რა ვიცი. ის ცოცხალი იყო და არ გამოგყავდა და ერთგვარად გამოვიყვანე. აქ კი ვფიქრობდი, როგორ მეპოვა ბანდაჟი. ჯერ მითხეს კივრებზე წადიო, მაგრამ იქ ვერ წავიდოდი, იმიტომ რომ გამომეკიდეს ყველა და ყველაფერი. და შემდგომ უკვე გავწყდა, რომ რესპაუნის კაფსულა გამეკეთებინა და ბაგროვებდი მისთვის ყველაფერს. მარტო მაკლდა რკინა. თუ არ ვწდები და რკინაზე წავედი მე. აქ გოგოები რჩევის მადლენას უდა მოვიწყო თქვენთვის მეთქვა, რომ ის უცხოელები გაქრნენ, მარტო ქართველები დავრჩით და ხოვი კურდისტები შემოვიდნენ ახლა და რჩევის მადლევდნენ მაგაზე და არ გამერთულდა სხვადასხვაშორის ვიბრძოლეთ ჩვეულებრივად თქვენს მოგცემთ რჩევას, რომ ხაფანგები დაძოთ და გაატაროთ. ისინი ვინც მოყვებიან და თუ ის წითლები არ მოყვებიან, ეს როეთ თქვენი იარაღით, crossbow-ით, რიფლით, რა ვიცი, revolver-ით გაქვთ. აქაც ბრძოლის ეპიზოდებია, ვცდილობდი რომ მომეკლა ყველა. გავგრძელებია თამაში, მოკლედ, ჩემი ძალიან ყვაყოფილი ვარ, რომ გამაძლევინა 300 დღე დამოხვედრა, მაგრამ მეც რომ გამოვიდა, მაიმუნობა იყო. მოკლედ, ახლა მაგას ყოველდღე არ მოგცევ და მოვყვათ ჩვენი მსროლელები, იმიტომ რომ ძალიან საძგლები არიან, მოკლედ ერთ წუთი და არ გამერთულა, ვიფიქრე რომ მოვკვდებოდი, მაგრამ მართლაც არა. ხო და ახლა გავწუდე რომ წავიდე ეს თქვათ რკინებზე. და ჩავყრი მე ჩახრახნი და გავაკეთებ კაფსულას, რომელიც გააცოცხლებს ამ გოგოებს და ძალიან კაი იქნება მოკლედ, მაგრამ ძალიან მირთულდება ყველა რკინა აღებული გვაქვს ვინაიდანაც რაღაცებისთვის გჭირდებოდა და რა ვიცი ძალიან რთულია. ხო სხვადასხვა ხეები დავშეხე იმის გამო, რომ რა თქმა უნდა ცეცხლი ქრებოდა და გადავწყვეტე რომ დამეჩხერა ჩავყარე ყველა. და მოკლედ აქ გადავწყვეტ რომ დილით წავიდოდი სკრაბებზე და ხო გათენდა მივდივარ ამის კულტისტებმა მიმსხვერპლეს გაწვიმდა ცეცხლი ქრებოდა და ჩვენი ბაზა დავშალე ძალიან სწორად თან ღამდებოდა თან მეკითხებოდნენ მაგძინე რატო დაჩეხიო აქეთ დრო არ მყოფნი და ცეცხლიც ქრებოდა და მოკლედ არ უნდა დამეწერა რა დრო დავკარგე მაგის გამო თან წვიმა რო იყო მაგის გამო ხები არ შრებოდა. ჯობს დაგვიმზადებინა ის ხელსაწყო, რომ ჩახრახნი, სოლიც რომ ჩახრახნო, მაინც რომ მიდის. მაგრამ სამწუხაროდ არ მოხდა ეგრე. დრო დავკარგე ყველაფერში თითქმის თანაბად ვითამაშე და ხო, რა თქმა უნდა, ცეცხლი ჩაქრა და ამ გამეს იყო ირემი მშიერი. არ ველოდი რომ ასე უცებ მოვიდო და სადღაც ახვდი, პანიკაში ჩავარდი. და გოგოები მეძახდნენ, გაიქეციო კომენტარებსაც ვკითხულობდი რაღაც რუთანხმებობაში და მითხეს დაიმალეო. მაგრამ სადამალული ყავი არ ვიცოდი, მაგრამ უცებ არ მომაფიქრდა, რომ დენის კი არა გაზი, ანუ ხო იცით ცეცხლისთვის რომ აგდებ და აი მაგ მინდო დამალვა აი აქ წითელი როა. მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხე და მოვიწყე ყველაფერი და ერთი დარტყმაც ვიყავი და აი დამხვდა მგელი და მგელმა მომკა. მაგრამ მაინც გახარებული ვიყავი ამდენი დღე რომ გავძალი 335, თუმცა 335 ჩემი საბოლოო რეკორდი არ არის, კიდევ ვითამაშე ამის შემდგომ და ავედი 760-ზე მეტ დღე, 760 დღეზე მეტი. ვით ავედი უბრალოდ და თუ გვინტერესებთ გაგიზიარებთ როგორ ავედი ამდენ დღეზე, პატარა ვიდეოებსაც ავტვირთავ, მინი ვიდეოებს, შორტ ვიდეოებსაც და იმასაც უყურეთ აუცილებლად. ხოლმე უნდა დაგემშვიდობოთ, მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.